გაურებული ემოცია მაქვს. ერთი მხარე არის, რომ ვერ ეგუება ამ ფაქტს, მეორე არის, რომ გარდაუვალი არის და სადღაცას ამაზე ფიქრობდი რა. ისე რომ ქვეცნობიერის დონეზე რა, გინდა არ გინდა, მაინც ეს დრო მოვიდოდა, თუმცა ეს რომ მოვიდა ეს უკვე ეს დრო, აი ამასთან ფაქტის წინაშე დადგომა და იმის გააზრება, რომ ეს დრო დადგა, ძალიან რთულია რა და ეს ემოციებიც გაურებული არის. ხანდახან არის რომ მომაწვება, ხანდახან პირიქით რა. 2008 წელს, როდესაც მე პირველად მომიწია ეროვნულ ნაკრებში მისვლა, სამწუხაროდ ამდაგვარი გარემო არ იყო. მაშინ უფრო სხვანაირი ემოციები იყო, უფრო მეტი სიჩუმე იყო, სიმართლე რომ გითხრა რა. ხო და ამ ყველაფრის გათვალისწინებით იმდენად დიდი წნეხის ქვეშ ვიყავი და იმდენად დიდი ზეწოლა იყო, რომ არც პირველი წუთები მახსოვს საერთოდ, როგორ მივედი ეროვნულ ნაკრებში. საერთოდ როგორ პირველი ვარჯიში, მეორე ვარ, საერთოდ არაფერი არ მახსოვს იმ დღეს. იმდენად გაოგნებული და გაოცებული ვიყავი, რომ და ეს სიტუაცია, ეს ყველაფერი ცოტა განსხვავდებოდა ამ ყველაფრისგან, ვიდრე დღეს ხდება, რაც მე მაგალითად პირადად ჩემი გადმოსახედიდან მივესალმები და სულ სხვანაირი არის დღეს და უკეთესი გაცილებით, რა თქმა უნდა. მაშინდელი ცხოვრება სხვანაირი იყო, ყველაფერს მაინც თავისი დრო სჭირდება. პირველად, როდესაც ჰიმნის ქვეშ მომიწია დგომა და ჩემი ქვეყნის სიმღერა მე თვითონ უნდა შემესრულებინა, ეს იყო უბრალოდ ამხანაგური მატჩი კი არ იყო რაღაცა სტატისტიკაში ჩასაწერი, არამედ შედარება რომ გავაკეთო იყო თითქოს მსოფლიო ჩემპიონატზე მქონდა დებიუტი. ეს იყო ყველაფერზე მეტი, რაც შეიძლება რომ ფეხბურთელს ჰქონდეს. ეს არის ეროვნული ნაკრების მაისურის სტარება, ამას დიდი პატევი მე მგონი ქართველი ფეხბურთელისთვის არაფერი არა. განსაკუთრებული თვითრწმენა ჩემ თავში ეროვნულ ნაკრებში, როდესაც ვიგზენი, ეს იყო ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ. ეს იყო თამაში, რომელიც მინდა რომ სულ მუდამ განმეორდეს. ის ემოციები, ის გრძნობები, რაც მე იქ ვიგზენი, ხალხის მაყურებლის მხარდაჭერა, თითქოს მე ვიყავი შერწყმული მათთან ერთად. მოსული მაყურებელი ჩემთან ერთად იდგა კარში და ჩვენ ერთად თამაშობდით. ამის განმეორება მე მაგალითად აი სულ მინდა ამ შეგრძნებას. ეს ენით აუწერელი არის, რაც მე ვიგრძენი იმ თამაშზე. ფეხბურთმა მე მომცა და შემძინა უამრავი კოლეგა, უამრავი მეგობარი. მანახა სამყარო ქვეყნის გარეთ, როგორი არის სხვა ქვეყნების კულტურა, შემძინა ძალიან ბევრი გულშემატკივარი. რომ არა ფეხბურთი, არ ვიცი, შეიძლება ბევრ ადამიანთან საერთოდ შეხებაც არ მქონოდა და კიდე განსაკუთრებით ყველაზე დიდი ოცნება აეხთინა, რომ ჩემი ქვეყანა ქვეყნის გარეთ წარმომეჩინა საუკეთესო კუთხით. ცხოვრებისეულად, რაც შემიძლია ვთქვა, ეს არის, რომ ფეხბურთმა მასწავლა ყველაზე დიდი რამ, ეს არის, როდესაც წაიქცევი, როგორ შეძლო წამოდგომა და გაგრძელება ბრძოლა საკუთარი მიზნისკენ. დედაჩემი და მამაჩემი ყოველთვის ჩემ გვერდში იდგნენ, თავიანთი მზერით, თავიანთი რწმენით, თავიანთი ლოცვებით, ჩუმი ლოცვებით. განსაკუთრებულს, აი ძალიან განსაკუთრებული კიდე ალბათ ძალიან ბევრმა იცის, ჩემს მეგობრებში, ჩემ ახლობლებში შენც იცი ეს თუ მამაჩემი ვინ იყო ჩემთვის. ეხლა ისინი საში არიან, ჩემთან ერთად არ არიან. აქ, მაგრამ მათ ჩემ გვერდზე ყოფნას ყოველთვის გრძნობ, იმიტომ რომ იქიდან მიყურებენ, იქიდან მეხმარებიან. მამაჩემს არათუ თამაში, არამედ ვარჯიშიც კი არ ქონა გაცდენ. გახსოვს შენ ადრე ეროვნულ ნაკრებში ვარჯიშებსაც კი არ აცდენდა. ეს იყო ადამიანი, რომელსაც ჩემი ესმოდა უსიტყვოდ. აი, ჩემთვის იყო ღმერთი. მე სხვა გზა არ მაქვს, რომ არ დავრჩე ფეხბურთში. იმიტომ რომ ფეხბურთი არის ის, რასაც მე 8 წლიდან ვაკეთებ. 31 წელიწადია ვთამაშობ ფეხბურთს. ამ 31 წლის განმავლობაში მე ძალიან დიდი ცოდნა, გამოცდილება დამიგროვდა და ვფიქრობ არასწორი ვიქნები ფეხბურთის მიმართ, თუ მე ჩემ ცოდნას, ჩემ გამოცდილებას, ჩემ გავლენით გზას არ გაუზიარებ მომავალ თაობებს, მე შემიძლია და მე ეს უნდა გავაკეთო მომავალში, იმიტომ რომ ფეხბურთი არის ჩემი
განუყოფელი ნაწილი ჩემი ცხოვრების, რის გარეშეც ჩემი ცხოვრება ალბათ წარმოუდგენელია. დინამო არენა ჩემთვის განსაკუთრებულია 79 თამაში, ისეთი ჩემთვის უკვე საკრალური ციფრი გამოვა და როდესაც ვიცოდი რომ გავიგე რომ დინამო არენაზე მომიწევდა დასრულება თამაშის, ეს რაღაცა ერთგვარი სიმშვიდე იყო ჩემში, რომ მშვიდობიანად, ესე ვთქვათ, დავასრულებდი კარიერას ეროვნულ ნაკრებში. პირველ რიგში მინდა ყველას დიდი მადლობა გადაუხადო, ვისთან ერთადაც მომიწია ეროვნულ ნაკრებში პირველი დღიდან ბოლო დღემდე მოღვაწეობა. ეს იქნება მწვრთნელები უпроსტորად, სტაფის წევრები, მეორე სტაფი, რომელიც კამერას უკან მუშაობთ, რომ არა თქვენ ეს საუბრები, ეს ჩვენი ემოციები საჯარო არ გახდებოდა და ბევრი ვერ გაიგებდა ამ ყველაფერს, რა ხდება, როგორანაირად, იმიტომ რომ თქვენ ხართ ის ადამიანები, ვინც ჩვენს შინაგან მხარეს ანახებთ, რაცაც ბევრი არ იცნობს. ყველა მე თავისებურად მეხმარებოდა, ზოგი მეტად, ზოგი ნაკლებად, რა თქმა უნდა, ზოგთან უფრო განსაკუთრებული ურთიერთობა ჩამომიყალიბდა და მე ამ ყველაფრისთვის მინდა რომ მადლობა გადაუხადო ყველას. გულშემატკივარი მე მგონი ამ წლების განმავლობაში მინდა ვთქვა რომ გაიზარდა ძალიან თან, იმიტომ რომ მე როდესაც დავიწყე ფეხბურთი, მაშინ ცოტათი სხვა ცხოვრებაც იყო, სხვა მოთხოვნები იყო და სხვანაირი შედარებით გულშემატკივრობა იყო. თუმცა მაშინაც იყო ეს გულიანი გულშემატკივრობა, რომელიც დღემდე არის შენარჩუნებული, ოღონდ უფრო გაზრდილი. და მინდა ყველა გულშემატკივრას, ვისაც კი ოდესმე საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის გულშემატკივარია სტადიონზე, სტადიონს მიღმა, ქვეყნის გარეთ, ტელევიზორში, ყველას დიდი მადლობა, განსაკუთრებული, იმიტომ რომ ჩვენ თამაშობდით და ჩვენ თამაშობთ და მე ვთამაშობდი მათთვის და ვცდილობდი რომ ჩემი რაც უნდა ყოფილიყო, რა მინდიც უნდა ყოფილიყო, როგორი სიტუაციაც უნდა ყოფილიყო, მე ჩემს თავს დებდი ხოლმე ბოლომდე. როგორც აღნიშნე, ბევრი თამაში იყო, როდესაც მე და გულშემატკივარი ერთად ვიდექით გარში და ვთამაშობდით ერთად.